ყველაზე მოგესალმებით, მომქია ვახტანგ დავით, თქვენ ხართ ტახტზე King of Truth. ეს არის ფარნავაზ მეფის ისტორიის მეორე ნაწილი. რა ხდებოდა საქართველოში დაარსებაზე, საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს და ასე შემდეგ. ქართლის, იბერიის ერთიანი სახელმწიფოს წარმოქმნას მეცნიერები ქრისტეს შობამდე 4-3 საუკუნეებით ათარიღებენ. ფარნავაზის მემკვიდრეების, ფარნავაზიანების დროს იბერიის დედაქალაქში, მცხეთაში შენდებოდა მრავალი ნაგებობა, ციხესიმაგრეები, კოშკები და მრავალი სხვა. მათ შორის სხვა კერპებიც. ფარნავაზის გარდაცვალების შემდეგ მეფე საურონმა აღმართა კერპი აინინა. ასევე მან დაიწყო არმაზის ქალაქის შენება. მეფე მირვანმა დანინას კერპი აღმართა და არმაზის ქალაქის შენობაც დაასრულა. ეს არმაზის ქალაქი დღეს მდებარეობს მცხეთის მოპირდაპირე მხარეს. ჯვარის მონასტერიდან რომ გადავხედოთ, ხო? მცხეთარი მარჯვენა მხარეს. და ეს არმაზის მთა, სადაც არის პირველად აგებული ეს პირველად არის იბერიის დედაქალაქი, ის არის მარცხენა მხარეს და დღესაც კი არის შემორჩენილი აი პირველ არმაზის ქალაქის ნანგრევები, რომელიც თან ფაქტიურად მთის დიდ ნაწილს მოიცავს. მეფე ფარნაჯონმა კერპის ზადენ მთაზე აღმართა და მას ციხეც აუშენა. მეფე არსოკმა ქალაქს სხვაზღუდე შემოავლო. იბერიის დედაქალაქს, ქართლის დედაქალაქს, მცხეთას იცავდნენ რთული თავდაცვითი სისტემით. არმაზის ციხე სომხეთიდან, ალბანეთიდან და დასავლეთ საქართველოსთან მომავალი გზების თავშეყრის ადგილას იდგა. ხოლო ზადენ ციხე ჩრდილოეთ გზებს აკონტროლებდა და სხვადასხვა ციხეები სხვადასხვა მხარეებს უყურებდნენ. ქვეყანაში შედიოდა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ქვეყანაში შედიოდა მრავალი საერთაშორისო გზა. იბერია იყო დასერილი სავაჭრო გზებით, რადგან დღესაც საქართველოში გადის საერთაშორისო გზები, მაგალითად ჩრდილოეთი კავშირდება სამხრეთით, დასავლეთი აღმოსავლეთით და ასე შემდეგ. სტრაბონი ამბობს, რომ იბერია იყო მჭიდროდ დასახლებული. ბარშიც და მთაშიც ყველგან არის მოსახლე. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძველად საქართველო იყო მჭიდროდ დასახლებული. სტრაბონი გახლდათ ბერძენი ისტორიკოსი. ამას მე შემდეგ ვიდეოში მივუბრუნდებით. ფარნავაზი ის მეფეა, ის ადამიანი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც შექმნა ის, რაც მხოლოდ 14 ქვეყანას აქვს ამდენი ქვეყნიდან. ფარნავაზი არის ის ადამიანი, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი რამ გააკეთა. შეიძლება ითქვას, მან ჩაუყარა საფუძველი მწიგნობარ უხუცესობას და ასევე იმდროინდელ ქართველი ერის მომავალს და დღევანდელ ჩვენ მომავალს ჩაუყარა საფუძველი. ფარნავაზა შექმნა ის, რაც საუკუნეების მანძილზე მოვლენების შესაწერად იქნა. კი, ქართლის ცხოვრების ავტორი, საქართველოს ისტორიკოსი ლეონტი მროველმა მიაწერა ეს, რაზეც ახლა იქნება ლაპარაკი, ეს მიაწერა ფარნავაზ მეფეს. შედეგად დღევანდელი რომელიღაც ისტორიკოსები ამ ფაქტს ეყრდნობიან და ამ ფაქტის მიხედვით იმას
ამბობენ, რომ ფარნავაზ მეფემ დაარსა ამბანიო და ასევე სკოლებშიც ამაზე არის ლაპარაკი, რომ ფარნავაზ მეფემ დაარსა ამბანი. მასწავლებელი თუ წამოიწყებს ამ თემაზე, ან ბავშვი თუ იკითხავს, ესეთი პასუხი აქვს. მოკლედ, დღემდე დაუდგენელი არის ვინ ამ ვიდეოში ფარნავაზზე იყოს. ის, რაც დღესაც გამოიყენება, ის, რაც ეს არის დამწერლობა, ქართული დამწერლობა. ის, რაც ჩვენ სამი გვაქვს. ასომთავრული, ამთავრული, ნუსხური და მხედრული. ასომთავრული და ნუსხური არის ხუთსური ერთად. და აგერ ახლა გეტყვით რატომაც. ასომთავრული ამთავრული იყო სამივეთაგან უპირველესი. პირველი იყო. ასომთავრული იყო გამოყენებული ჟამის, დროის აღსახსწერად. ასომთავრული არა მარტო ჟამის აღსახსწერად, არამედ სხვა რაღაცებშიც გამოიყენებოდა. დროთა განმავლობაში, როცა საქართველოში დაიწყო პირველად ქადაგებები და აღიმართა პირველი ტაძრები, საქართველოში გავრცელდა ქრისტიანობა. ამ დროს ტაძრებზე აკეთებდნენ წარწერებს. ასევე ტაძრის ფრესკებზეც იყო გამოყენებული ასომთავრული. ასომთავრულს არა მარტო ტაძრებზე იყენებდნენ, ასომთავრულს წმინდანების ხატებზე წმინდანების სახელების ჩასაწერადაც იყენებენ. ბეთლემთან ახლოს იუდას უდაბნოში არის ქართული მონასტრის ნანგრევები, სადაც არის აღმოჩენილი ფილა, რომელზეც წარწერა ასომთავრულად არის წარწერა დაწერილი. ასევე ეს ფილა გახლავთ იმ ფაქტის დამადასტურებელი, რომ ეს მონასტერი გახლავთ ქართული. და დღესაც არის ამ მონასტერის ნანგრევები და შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია, ძალიან საინტერესო სტატიები წერია. ნუსხური დროთა განმავლობაში შეიქმნა. ის დღესაც გამოიყენება როგორც ასომთავრული. ნუსხურს რომ დავაკვირდეთ, არის ასომთავრული უფრო შეიძლება ითქვას დაწელილი და შეცვლილი. ნუსხური იყენებენ ტაძარში, ლოცვების ჩასაწერად. ნუსხურს იყენებენ სახარებაში, სამოციქულოში და სხვა წიგნებში, რომელიც წირვა პარაკლისებზე გამოიყენება. ზოგადად ნუსხურს იყენებენ ყველა წიგნში, რომელიც არის საჭირო ტაძარში, მაგრამ არა მრევლისთვის, არამედ წირვის აღსავლენად. მაგალითად წირვაზე რო კითხულობენ მამაოები რაღაც ლოცვებს და მე დავიცნით რო კითხულობს, ის ყველაფერი არის ნუსხურად დაწერილი. ნუსხურს კითხულობენ ბერები და მღვდლები, ასევე მედავითნეები, რადგან როგორც თქვი, ლოცვები ნუსხურად არის ჩაწერილი. მხედრული თავიდან მხედრებისთვის, ესეც დროთა განმავლობაში შეიქმნა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად იყო თავიდან მხედრებისთვის შექმნილი, რომ ცხენზე ამხედრებული ასომთავრულადან ნუსხურად წერა იყო ძალიან ძნელი. ამის გამო მოიფიქრეს ესეთი დამწერლობა, რომ ადვილია არის, დღესაც არის ადვილი წერა. და ადვილია და ძალიან როგორ თქვა, ძნელი დასაწერი არ არის. დღეს ჩვენ წერთ ბოდიში შეცდომისთვის მხედრულად. მხედრული ასევე გამოიყენებოდა მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნეების რომელიღაც ცოტა ტაძარი იყო, რომელიღაც ტაძრებში ფრესკებისთვის გამოიყენებოდა, ძირითადად კახეთში.
ძირითადად კახეთში, რადგან კახეთში არის მარტო ნანახი ეს ტაძრები, სადაც არის მხედრულად გაკეთებული წარწერები. მოკლედ ეს არის ამ ვიდეოს დასასრული. გამოიწერეთ არხი, გამიწერეთ ლაიქები, კომენტარები, გააზიარეთ და ყველას გიშურეთ ყველაფერს კარგს და ნახვამდის.